თავი მეშვიდე. ანდა განა არიცით ძმებო, რადგან რჯულის მცოდნებს ველაპარაკები, რომ რჯული მეფობს ადამიანზე, ვიდრე ის ცოცხალია, რადგან ქვრიანი დედაკაცი რჯულით დაკავშირებულია ცოცხალ ქმართან. ხოლო თუ ქმარი მოკვდება, თავისუფალია ქმრის რჯულისაგან. ამიტომ თუ ქმრის სიცოცხლეში სხვა ქმრისა გახდება, მრუში ეწოდება. ხოლო თუ ქმარი მოკვდება, რჯულისაგან თავისუფალია და სხვა კაცისად გახდომა მრუშობა არ ჩაეთვლება. ამრიგად, ჩემო ძმებო, თქვენც რჯულისათვის დაიხოცენით ქრისტეს სხეულით, რომ ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, რათა ნაყოფი მოუტანოთ ღმერთს. ვინაიდან როცა ხორცში ვიყავით, რჯულის მიერ ცოდვის მნებანი მოქმედებდნენ ჩვენს ასოებში, რომ სიკვდილის ნაყოფი გამოგვეღო. ახლა კი რჯულისათვის მკვდრები, გავთავისუფლდით მისგან, რითაც შეპყრობილნი ვიყავით, რათა ვემსახუროთ ღმერთს განახლებული სულით და არადაძველებული ასოთი. მაშ რაღაც ვიტყვით, ნუ თუ რჯული ცოდვაა, არამც და არამც, ოღონდ სხვანაირად არ შემიცვნია ცოდვა თუ არა რჯულის მეოხებით. ვინაიდან ვერც გულის თქმა შევიცნობდი რჯულს რომ არ ეთქვა, არ ისურვო, ხოლო ცოდვამ ცნებიდან აიღო საბაბი და ჩემში წარმოქმნა ყოველგვარი სურვილი. ვინაიდან ცოდვა რჯულის გარეშე მკვდარია. ხოლო მე ოდესღაც ცხოვრობდი რჯულის გარეშე და როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა. მე კი მოგვდი. ხოლო მცნება, რომელიც მოცემული იყო სასიცოცხლოდ, სასიკვდილო გამოდგა ჩემთვის, რადგან ცოდვამ ცნებისაგან აიღო საბაბი. მათ დუნა და მომკლა მისი მეშვეობით. ამრიგად რჯული წმიდაა, ცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი. ნუ თუ სიკეთე სიკვდილად მეკცა, არამც და არამც, მაგრამ ცოდვა იმიტომ აღმოჩნდა ცოდვად, რომ კეთილის მეშვეობით მოაქვს ჩემთვის სიკვდილი, რათა ცოდვა მეტისნეტად ცოდვილი იყოს ცნების მეშვეობით. რადგან ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი ხორციელი, ცოდვისადმი მიყიდული. ვინაიდან რას ვაკეთებ არ ვიცი, იმიტომ რომ იმას არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ რაც მძულს იმას ვაკეთებ. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, ვეთანხმები რჯულს, რომ ის კეთილია. მაშა სადამე მე კი აღარ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი. ასე რომ სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება არა. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ ამსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული. ამრიგად ვპოულობ ამ რჯულს. კეთილის გაკეთება მსურს და ბოროტი გვერდით მიწევს. ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მიამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და ღვთის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ, ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან? მადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო სხეულით ცოდვის რჯულს.